ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანგარიში. ჩატარებული კვლევების მიხედვით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღნიშნული ინსტიტუტი აჭარის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიას, ფოლკლორსა და დიალექტს იკვლევს. მეცნიერები ამზადებენ ნაშრომებს ართვინში მცხოვრები ქართველების ყოფაზეც. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსები ტაო კლარჯეთს წლებია სწავლობენ. უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წევრები ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ხვალ თურქეთში კიდევ ერთხელ გამგზავრებიან და ტაო კლარჯეთის კვლევას გააგრძელებენ. სამეცნიერო მუშაობის შედეგია ის, რომ ინსტიტუტმა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ უმაღლესი შეფასება. ვიმგზავრებით 10 დღიანი მივლინებით სტამბოლის ქართულ კათოლიკეთა სავანეში. და მისასალმებელია ის, რომ სწორედად ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს მოუხდა აი ამ სავანის მეცნიერული შესწავლა. ჩვენი ანგარიში წარვადგინეთ სამეცნიერო მუშაობის შესახებ. ეს სამთვიანი პროცესი მაინც არის ხოლმე ამ ანგარიშების განხილვის და შეფასების. 162 ექსპერტი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ცნობილი მეცნიერები, აკადემიკოსები, პროფესორები და ჩვენ ამის შედეგად მივიღეთ უკვე ძალიან სერიოზული დასკვნები, რეცენზიები ჩვენს მიერ წარდგენილ სამეცნიერო ანგარიშზე.